განმეორებით მოგესალმებით ისევ კლინიკა ზოოპლაზადან. დღეს 12 იანვარია 2026 წლის. შეგახსენებთ, რომ კლინიკაში მოყვანილი ყავდა ოსტეოსარკომიანი მეტისი ქუჩაში მცხოვრები, რომელიც არის დაფნარიდან. იგი დაფნარში ჩამოსვეს 3 თვის წინ და როდესაც ჩამოსვეს, უკვე იგი იყო დაავადებული ამ მძიმე სენით. როგორც გითხარით, ოპერაცია ჩაატარა ალიონა ექიმმა, ვისაც მძიმე კადრების ყურება არ შეგიძლიათ. აქედანვე გავთხიდებთ, რომ მაშინ გათიშოთ, იმიტომ რომ ეხლა უნდა გაჩვენოთ სიმსივნე, ფეხთან ერთად უკვე მოჭრილი და ამპუტირებული. და აი ეს არის ის, რაც ქონდა ძალს და რითიც ცხოვრობდა იცის რამდენი ხანი, სანამ კეთილმა ადამიანებმა არ ნახეს და არ მოიყვანეს ჩვენამდე. სიმსივნე ამპუტირებულია, იგი უკვე უსიცოცხლოა და გდია ცალკე თავისთვის და საბოლოოდ დაანება თავი ამ საცოდავს. შემთხვევაში ალიონა ექიმმა რადგან უნდა როგორც ყოველთვის ითამაშა დიდი როლი, გაუკეთა ისევ და ისევ ისეთი ოპერაცია, რომელსაც ჩვეულად და უკვე მივეჩვიეთ მისგან ასე წარმატებულ ოპერაციებს და აღარ მოგვეს არაფერი, თუმცა ესეთი სიტუაცია. ასევე მოყვანილი ყავს კლინიკაში ელველი მეტისი, რომელსაც ასევე აქვს სიმსივნე. მას თერაპიული მკურნალობა ჩაუტარდა და სიმსივნემ დაიწყო დაპატარავება და თითქმის ჩაცხრა, თუმცა მაინც აღმოცენდა საბოლოოდ. ნახეთ როგორი სინჯება. არ მინდა ძალიან ისე მოუჭირა, მაგრამ აი შეხედეთ როგორ გამოყოფილია. ალიონა ექიმი მას გასინჯავს და იტყვის, მისცემს თუ არა ტრაქეა, ხორხი და ზოგადად საღლაპავი არე ოპერირების საშუალებას. აი ესეთი ჯუარი, ესეც ქუჩაში მცხოვრები, ლილოში მცხოვრები, მოყვანილი ყავს ნინო გურგენიძეს და ვეცდებით მის გადარჩენასაც, რა თქმა უნდა. ხოლო ეს ცუგა გაიკეთებს ახლა ანტიბიოტიკს. ანტისედანი ფიქრობ თუ არ დაჭირდება, იმიტომ რომ არ გაკარგებს, ტემპერატურაც კარგი აქვს და მალე გამოფხიზლდება. ესე ჩვენ მოჭრილი თავის სიმსივნესთან ერთად. სულ ამბობ, ვისაც ესეთი კადრები არ შეგიძლია და ახლა გაიკეთებს ანტიბიოტიკს, ალიონა ექიმი ამზადებს ნემს. ვისაც გაინტერესებთ სამწუხაროდ ფეხის შენარჩუნება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ძვლის ქსოვილში გადათიხული და სტაზები შეჭრილი, გამორიცხული იყო მათი განცალკევება სიმსივნესგან და სიმსივნის სიცოცხლესგან. შეგახსენებთ, რომ ამ კეთილ საქმეში მონაწილეობის მისაღებად ასეთი გაჭირვებული ძალების დასახმარებლად საზოგადოების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენთვის თითოეული ერთი ლარი, ერთი ნაჭერი პური თავშესაფარში მოტანილი არის უდიდესი мотивация და სტიმული იმისა, რომ ეს საქმე
ვაკეთოთ კიდევ უფრო უკეთესად და უკეთესად. Რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ სიკეთე ზოგადად ყველაფერს აკეთილშობილებს და აი გავიღვიძეთ, აქა ვართ. ჭყნარად იყავი, ნერვიული. ბიჭა მოიწია, კი გაიღვიძა. აღარა გაქვს სიმსივნე, всё. ზოგადად ძაღლი როცა ნარკოზიდან გამოდის, მისთვის მნიშვნელოვანია გაიღვიძოს ფრთხილ და მზრუნვალ გარემოში და არ ინერვი იყოს ამ დროს გამოსვლის დროს და არ მიიღოს ზოგადი სტრესი. ალიონა რუსულად საუბრობს, თუმცა უკრაინელია და რა თქმა უნდა, აქვე ჩემი მხარდაჭერა მოძმე უკრაინელ ხალხს. Да. Здесь был какой-то ошейник, она душилась, да? Я покажу, что раньше было здесь. Да, потому что, думаю, проблема отсюда началась вся. Ты думаешь, что отсюда и пришла здесь, да? Нет, я думаю, что вот это, которая была у нее удавка, да. Она ее душила, да. И из-за нее вот здесь вот теперь отеки. То есть здесь плохой, скорее всего, кроволимфоотток, и поэтому здесь набирается. Не из-за этого. Ты думаешь, что это не рак, а кроволимфоток? Да. ესე იგი ალიონა ექიმი ამბობს, რომ ძაღლს გადაჭერილი ქონდა, ნახეთ როგორი კვალი აქვს თოკივით, ასე ვთქვათ, ბაწარი ეგრეთ წოდებული. ამ ბაწარმა გამოიწვია ის, რომ აი აქ გამოეყო ქსოველს და აქ დაგროვდა ლიმფა სხვა თავისუფალ სითხესთან ერთად. Ну, потому что здесь именно вот в мягких тканях все. რბილი ქსოველიაო. Если это удалить, то есть это не решит вот эту проблему. Да, конечно. ანუ ამბობს, რომ აი ამ ზედა ნაწილს თუ მოვკვეთავთ, ქვედა პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. Ну, как вариант сделать здесь эндоскопию, проверить, то есть по сосудам именно, что проверили. Да. Насколько сосуды функционируют. И может быть, я не знаю, искать какие-то препараты, как вариант, чтобы разогнать сосуды, чтобы разогнать это все. Вот. Ну, тут надо подумать просто, какие будут именно сосуды проблемы. Ну, скорее всего, думаю, что тут проблема с оттоком именно, то есть потому что она сюда приходит,
И здесь в тканях все остается, и плохость ткани идет обратно из-за того, что вот тут вот нарушено было. კანში არის ჩაგროვილიოში, ანუ აქეთ მხარეს და უჭირს უკან გადატანა ქსოვილს იმდენად არის თავის დროზე თოკი მოჭერილი რა. Пока нет смысла вот эту операцию. Надо вот здесь. Значит, во-первых, операцию, да? Нет, эхоскопию. Да. Эхоскопия, вот это место полностью, чтобы проверили, какие здесь сосуды хорошо функционируют, какие нет, где застой одно. Да. Вот, и потом дальше уже решать, что здесь делать. Либо же, на эхоскопии скажут, можно будет как-то решить проблему медикаментозно, либо же все-таки будем тогда уже что думать по поводу операции. Может быть, как-то убирать часть кожи здесь, чтобы меньше застаивалось. Надо посмотреть уже сначала на эхоскопии. Сейчас наш врач из Каиро отправляет фотки, и это лайв закрою сейчас и покажу, что она отправляет, потому что это про этой собаки. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ახლა ალიონა ექიმს გარკვეული ფოტოები უნდა ვაჩვენო. ინა ექიმი მიგზავნის და გაგაგებინებთ სიახლეებს. მადლობა.